სულხა საბა ორბელიანი. სამი ბრმანი. ტექსტი ნათარგმნია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ერთი გლახაკი სხვა ქვეყანაში წავიდა სახედიალოდ. იქ ერთი წელი დაყო. ბევრი იშრომა, 9 ფლური ოქროს ფული მოაგროვა და წლის ბოლოს წამოვიდა თავის ქვეყანაში. როცა ქალაქს მიუახლოვდა, იქვე მდინარე იყო, ტანთ გაიხადა, იბანავა და როცა წამოვიდა, ფლურები იქვე დარჩა. გზაში მოაგონდა ფლურები და ვეღარ ნახა. ღმერთს აღთქმა დაუდო, თუ ჩემი ფლურები ვიპოვნე, ერთ ფლურს შენს სახელზე გლახაკს ვუწყალობებო. მივიდა, სადაც იბანავა და ფული იქვე იპოვა. წამოვიდა ქალაქში. ერთი უსინათლო გლახაკი იპოვა და თავისი ამბავი უამბო, ასეთი აღთქმა დავდე და აჰა, ერთი ფლურიო. გლახაკი ორივე თვალით ბრმა იყო და უთხრა, რადგან ღვთისათვის შეგიწირავს, 9 მომეცი და რომელიც მსურს, ამოვარჩევო. ენდო კაცი და 9 ფლური მისცა. ბრმამ 9 ჯიბეში ჩაიდო. როგორც კი კაცმა ფული უკან მოთხოვა, გლახამ ყვირილი მორთო, მიშველეთ, ეს კაცი რას ფულს მართმევსო. კაცს მოწმე არავინ ჰყავდა და წაართვა ბრმამ ფლურები. დაღონდა საბრალო კაცი და ბრმას უკან გაჰყვა, აბა ჩემ ფლურებს რას უზამსო? შევიდა ბრმა გლახაკის სახლში, ამოიღი ერთი ქილა, რომელიც ფლურებით იყო სავსე, ბრმის ფლურები ჩიგნით ჩაყარა და თქვა, ჩემო 500 ფლურო, ეს 9 შემოგმატეო. სამჯერ ააგდო ჰაერში ქილა და დაიჭირა. მეოთხე დრომ ააგდო, კაცმა ქილა ჰაერში დაიჭირა და დაუმალა. ბევრი ეძება ბრმამ, მაგრამ სადღა იპოვნიდა, გამოვიდა და დაიწყო ტირილი. მოვიდა სხვა უსინათლო გლახაკი და უთხრა, რა გატირებსო? ბრმამ მოამბო, ასე დამემართა, 500 ფლური დავკარგეო. მეორე ბრმამ უთხრა, ასე უნდა ფლური შენახვა? მე ჩემს მრუდე ჯოხში 700 ფლური მაქვს დამალული. თუ ჯოხი სადმე დამრჩა ან დავაგდე, ვინც ნახავს, ყველა უკან მიბრუნებსო. პირველმა ბრმამ სთხოვა, მაჩვენეო. როცა მეორე ბრმა პირველს ჯოხს აძლევდა, კაცმა, რომელიც იქვე იდგა, ჯოხი გამოართვა. როცა ჯოხის უკან დაბრუნება დაგვიანდა, მეორე ბრმამ პირველს სთხოვა, ჯოხი დამიბრუნეო. პირველმა უთხრა, არ მოგიციაო. ბრმებმა ჩხუბი დაიწყეს. ხმაურზე მესამე უსინათლო ბრმა მივიდა, კითხა, რა გაჩხუბებთო? პირველმა ქილის ამბავი უთხრა და მეორემ ჯოხის ამბავი. მესამე ბრმამ უთხრა, ვაი თქვენს ჭკუას, რა კარგად შეგინახავთ ფლურებიო. ამ ჩემს ძველს ჩოხაში 1000 ფლური მიდევს, ჩოხა სადაც არ უნდა მივაგდო, უკანვე მიბრუნებენო. კაცი იქვე იდგა და ყველაფერი ესმოდა. წავიდა, თაფლი იყიდა და ჩოხაზე მიაცხო. თაფლს ფუტკარი დაეხვია. ბრმამ ჩოხა გაიხადა და ისიც კაცმა წაიღო. შექმნეს სამივე ბრმამ ყვირილი და ტირილი. საქმე ისე გახმაურდა, რომ მეფის ყურამდე მიაღწია. მეფემ კაცი გაგზავნა, ვინც ეს ჩაიდინეთ, მოდით და ყველაფერი მიამბეთ, თორემ ყველას დაგხოცავთო. საბრალო კაცი შეშინდა, მივიდა მეფესთან და ყველაფერი მოახსენა. კარგი გავუკეთე და სიკეთი ასე გადამიხადესო. მეფემ კაცს უბრძანა, რადგან კარგისათვის კარგით არავის გადაუხდია, ბრმებს 100 ფლური სალოცავად მიეცი და დანარჩენი შენი იყოსო.